მოგესალმებით მეგობრებო, თქვენს წინაშეა პოდკასტი EdTalk-ი, სადაც საუბრობთ ზოგადად მარკეტინგის მიმართულებით, კომუნიკაციებზე და ჩვენთან სტუმრად არიან კომპანიები, სააგენტოები და ის ადამიანები, რომლებიც ქმნიან ამ მარკეტინგულ კომუნიკაციებს და ზოგადად საქართველოში სარეკლამო ინდუსტრიაში თავიანთ სიტყვას ამბობენ. დღეს ძალიან საინტერესო სტუმრები მყავს. ნება მიბოძეთ გაგაცნოთ, ესე იგი TBC ბანკი და Playmakers-ი ერთად. მარია მიქელაშვილი, ბრენდის მარკეტინგის ლიდი და კოკა ქამუშაძე, Playmakers-ის მმართველი პარტნიორი. მოგესალმებით მეგობრებო და ძალიან დიდი მადლობა, რომ მოხვედით ჩვენს პოდკასტში და იმედი მაქვს, რომ მემჩერა ყოველ შემთხვევაში და როგორც თქვენი კამპანიის მთავარი მესიჯი არის, მთავარია გჯეროდეს, რომ ეს პოდკასტი იქნება ძალიან საინტერესო იმ აუდიტორიისთვის, ვისაც ზოგადად სარეკლამო ინდუსტრია აინტერესებს და ვინც უშუალოდ ამ ინდუსტრიაში მოღვაწეობს. ძალიან რო არ გამიგზელდეს სიტყვა, გადავალ პირდაპირ ჩვენს კამპანიაზე, თუმცა მინდა რომ ძალიან დეტალური იყოს ის თემები, რაზეც ვისაუბრებთ და არ მოგერიდოთ, რომ მოკლედ ძალიან სიღრმეებში წავიდეთ, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ჩვენს აუდიტორიას ზუსტად ეგ აინტერესებს და დავიწყებ უფრო ბრენდის მხარეს, ნება მიბოძეთ, უფრო აქეთ მექნება თავიდან აქცენტი. ძალიან საინტერესოა ზოგადად რომ მოგვიყვეთ TBC ბანკში რა ხდება, როგორ მუშაობს ზოგადად ეს დეპარტამენტი, ან რამე ბექ ისტორია თუ არის, აიდან დაიწყეთ, სადამდე მოხვედით. და თუ რაღაცა მეში გადაში უკვე ჩაგეკითხებით ხოლმე დარწმუნებული. კი ბატონო, პირველ რიგში მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის. ჩვენი TBC-ის ბრენდის მარკეტინგის გუნდი საკმაოდ დიდია. დაახლოებით 100 ადამიანი არის მარკეტინგის გუნდში, რომელიც პროფილურად მარკეტინგზე მუშაობს. ცალკე არის product designer-ების და design thinking-ის მიმართულებით თიმი, რომელიც უფრო მეტად digital პროდუქტებზე მუშაობს. ჩვენი გუნდი ძირითადად იყოფა კომპეტენციების მიხედვით, ცალკე გვაქვს ბრენდის unit-ი, ცალკე არის კონტენტის გუნდი, ცალკე digital-ის გუნდი, ცალკე არიან product marketer-ები და ბევრი სხვადასხვა კომპეტენცია არის, რომელიც გარკვეული სამუშაო წესებით, ეგრეთ წოდებული ways of working-ით ერთმანეთთან თანაკვეთაში მოდის. განსაზღვრული გვაქვს scale-ების მიხედვით კამპანიებზე როგორ მუშაობთ, როგორ ერთვება სხვადასხვა კომპეტენცია და ერთმანეთს ვაკავერებთ. და მხარს ვუჭერთ, ასე ვთქვათ, საჭიროებების შესაბამისად და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ რადგან ამდენი ადამიანი ვართ გუნდში, რესურსები დავაოპტიმიზოთ, ასე ვთქვათ და ძალიან სწორად ჩაერთოს თითოეული განყოფილება კონკრეტულ პროექტებში, იმიტომ რომ რეალურად ძალიან დიდი ეგრეთ წოდებული workload-ი არის. ყოველდღიურად ძალიან ბევრი სამუშაო არის და task-ი არის, რომელზეც კონკრეტული გუნდები მუშაობენ და დღის განმავლობაში ხანდახან ვითვლით ხოლმე და ჩვენ თვითონაც შეგნით ვხუმრობთ, რომ აი რაღაც ეს იყო მე-12 სხვა პროექტი, რომელზეც გვქონდა შეხვედრა და კიდე 5 წინ არის და მსგავსი ინსაიდერული, ასე ვთქვათ, ხუმრობები გვაქვს ხოლმე და ძალიან რთულია რომ კონცენტრირდე რაღაცაზე მაგ დროს, ამიტომ ვცდილობთ რომ მაქსიმალურად გავმიჯნოთ კონკრეტულად რა სიტუაციაში ვინ სადერთვება და რა ვისი მოვალეობა არის. აი ალბათ მან ძალიან მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობა სათითაოდ ყველა დეპარტამენტში განსაკუთრებით როცა ესე დაყოფილი გაქვთ. აი როგორ რამე მექანიზმი გაქვთ, რამე მეთოდი გაქვთ, რითაც სიტყვაზე ამ ყველა კამპანიას უყურებთ, თქვენ როგორც ხელმძღვანელი, ალბათ გაქვთ ყველა კამპანიასთან საერთოდ თაჩი და ეგ რომ მოგვიყვეთ, როგორ გაქვთ აწყობილი შიგნით, ძალიან საინტერესო. მასშტაბიდან გამომდინარე, იყოფა როგორ მუშაობს თითოეული პროექტი ჩვენთან. არსებობს რაღაც პროექტები, რომლებზეც კონკრეტული გუნდები დამოუკიდებლად თავიდან ბოლომდე მუშაობენ. და თუ რაღაცა კონკრეტულ მასშტაბს გადაცდება კონკრეტული კამპანიები, მაგ შემთხვევაში ბევრი სხვადასხვა კომპეტენცია უკვე ერთვება. და ინაწილებს პასუხისმგებლობებს და ზუსტად ვიცით მაგ დროს ვინ რაზე არის პასუხისმგებელი და ვინ რაში ეხმარება, ასე ვთქვათ, კონკრეტულ ეგრეთ წოდებულ owner გუნდს, რომელიც რაღაც პროექტზე მუშაობს. ესე მივყვებით ხოლმე როგორც წესი. საშუალო ასაკი რა გაქვთ? საკმაოდ ახალგაზრდა გუნდი ყავს. ასევე ძირითადად მდედრობითი სქესის წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული. გვიხარია ხოლმე ბიჭები რო გვემატებიან ბოლო პერიოდში რამოდენიმე ბიჭი შემოგვემატა და სულ გვახარებს ხოლმე ეგ ფაქტი. საკმაოდ ახალგაზრდა არის საშუალო ასაკი, ჯენზი არის ბევრი.
და მილენიალებიც ვართ, რა თქმა უნდა. თუმცა, ალბათ სადღაც 60-40 დაახლოებით. შვენიერი. სხვანაირად არ გამოახა მილენიალები სადღაც გამოვერევით ხო? კოკა, შენთან მექნება დაახლოებით მსგავსი კითხვა, ძალიან საინტერესოა თქვენი სააგენტოს მოწყობა როგორია, იმიტომ რომ დღეს ბევრნაირი სააგენტო არსებობს, რომელიც სხვადასხვა სტილით მუშაობს, თქვენი მიდგომა როგორია და გუნდზეც რო გითხრათ დაახლოებით ორი სიტყვა. კი ბატონო, მოგესალმებით, მეც და მადლობა მოწვევისთვის. პირველი ის არის, რა ქვია, დებიუტი არის ჩემი იმაში, რა ქვია, პოდკასტებში და იმედია რაღაც კარგად გავარცხო თავს. მოგიყვებით ჩვენ სააგენტოზე, რამოდენიმე სიტყვით თუ გამომივიდა ეს მოკლედ საუბარი. ხო, მოწყობასაც შეეხება რო ვაკვირდები სხვა სააგენტოს, ჩვენ ცოტა ისე ატიპიური მოწყობა გვაქვს და არა მარტო დაკვირვებით, ჩვენთან მუშაობენ ადამიანები, რომლებსაც გამოცდილება აქვს სხვა სააგენტოებში მუშაობისაც და ისინიც ამბობენ, რომ ცოტა სხვანაირი მოწყობაა და იდეაში თუ ეხლა ძალიან სპეციფიურ რაღაცებში რო გადავიდე, მაგალითად კრედიტების ბირო იწერება ხოლმე რაღაც პროდუქტი რო შეიქმნება და დაიდება, კრედიტებსაც თუ დააკვირდებით, ჩვენი კრედიტები დევს ხოლმე სხვანაირად. ანუ არ არის ხოლმე გაწერილი ესე რაღაცა კაცრად როლები, რომ მაგალითად ვიღაცას არ უწერია, რომ ეს არის კრეატიული დირექტორი, ვიღაც არ დაირექტორი, კოპირაიტერი და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. რაღაცა უცნაური ის ჩამოგვიყალიბდა და რაღაც ცოტა სახელიც ამაზე მეტყოლებს, რომ ეს რაღაცა პლეიმეიკერული მიდგომა ჩვენი მართვის და ჩვენი სააგენტოს არის ის, რომ თითოეულ პროექტზე მუშაობს რაღაც გუნდი და ეს გუნდი სრულად არის პასუხისმგებელი და ეს ფუნქციები, რომელიც კომპანიის გაშვებას სჭირდება, არ არის გადანაწილებული ვიწრო თითო ადამიანს. და ესე მკაცრად გაყოფილი კომპეტენციები არ არის. თითქოს ეს 4 ან 5 ადამიანი ვართ ხოლმე ძირითადად, ვინც კრეატიულ კონცეფციაზე მუშაობს. იქ არის გვართ ადამიანი, რომელსაც შეიძლება ოდნავ უფრო რაღაც მიმართულებით გქონდეს, ეს თქვა, გადახრა. მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ რაღაცა აი მაგალითად ძალიან ბევრს მოიწონა, ახლა იმ კამპანიაზე რომ ვისაუბროთ, რაზეც ვსაუბრობ, თავი ეგჯეროდეს ტექსტუალური ნაწილი და მახსოვს, რომ ერთ-ერთი ადამიანი პირველ პრეზენტაციაში რო ქონდა თანამშრომელთან, მოვიდა და გითხრა, რომ ტექსტი ვისი დაწერილი და ვერ უთხარი. იმიტომ რომ არ არის ესე, რომ არის კოპირაიტერი და იმან დაწერა. იმიტომ რომ იმ ტექსტში აი იმისავით, რა ქვია, ილფი და პეტროვივით რაღაცა წინადადება შეიძლება იყოს ჩემი დაწერილი, რაღაცა იყოს სხვა პარტნიორის დაწერილი და ასე შემდეგ. იქ სტრატეგიაზე როცა მუშაობთ, იქაც ერთობლივად მუშაობთ, ყველაფერზე ფაქტობრივად მუშაობთ. არ დაირექშენის მიმართულება კი ერთ-ერთი არის, ცოტა უფრო ამ განხრით ჩვენში პარტნიორებში ვინც ვართ, მაგრამ მის ამ არ დაირექშენულ გადაწყვეტილებებში ჩვენც ძალიან დიდი წვრილი მიგვიძღვის და ისე არ არის, რომ თქვას, რომ მაგალითად ეხა ეს ჩემი კომპეტენციაა და მოდი კოკა შენ ამაში ნუერევი. ან მაგალითად მე თუ ტექსტ წერ და ვიღაცა მითხრა, რომ აი აქ ესე ხო არ ჯობია, აუ არა, ეხლა მე არ აქ და მე ვწყვიტ და ეგრე არა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეიძლება ეს იყოს რაღაც უნიკალური მეთოდი, რითიც უნდა იმუშაონ სააგენტო. ეს უბრალოდ ესე დაალაგდა, იმიტომ რომ ჩვენ ვინც ვართ პარტნიორები, ჩამოგვიყალიბდა დიდხნიანი, ესე ვთქვათ, პროფესიული თანაცხოვრება, რაშიც ამ ტიპის მუშაობა გამოგვადგა და კარგად ვიმუშავეთ და სწორი პრინციპი გამოდგა ჩვენთვის. ახლა რაღაც კონკრეტული სპორტულ რაღაც დავესეს ხო შეიძლება რაღაც ერთი და იგივე ტაქტიკა ყველა გუნდში არ იყოს გამოყენებადი. იმ შემსრულებლებით როგორიც შევიკრიბეთ ჩვენთან, ესე მუშაობთ. თვითონ ზომას რაც შეეხება ჩვენ ძალიან პატარა სააგენტო ვართ, ჯერ ძალიან ახალბედები ვართ, მესამე წელია რაც დაიწყო. სულ ვართ 15 ადამიანი, თავის დიზაინერი ან და ყველაიან. ანუ ესე გვაქვს არის ერთი თიმი, რომელიც ამ რაღაც კრეატიულ რაღაცებზე მუშაობს და არის დიზაინ თიმი და რამოდენიმე აკაუნტი, თუმცა ეს აკაუნტებიც ხშირად აი კრეატივის პროცესში ჩართული არიან და ითავსებენ კიდევაც ამ კრეატივის როლს. პატარები ვართ, მაგრამ გამომდინარე აქედან არ ყავს ძალიან ბევრი კლიენტი და არ ვემსახურებით ბევრ კომპანიებს, ვემსახურებით ცოტას, მაგრამ ისე გამომდინარე რომ ვემსახურებით მსხვილ და დიდ კლიენტებს და TBC რა თქმა უნდა პირველი კლიენტი არის, ვისი გამოისობითაც ჩვენ შევიქმნით, ასე ვთქვათ და პირველად TBC-სთან დავიწყეთ მუშაობა და მე თანდათანობით სხვებით შემოგვემატა. შვენიერი, ძალიან საინტერესო იყო. ერთი კითხვა რაც გამიშთა მაგ ნაწილზე კრედიტებთან დაკავშირებით, ეს
თავიდანვე ეგრე გქონდათ ჩაფიქრებული თუ გამოცდილებით მოვიდა ხო თუ მე დაპლანეთ იმიტომ რომ რაღაც ნაცნობი იყო ჩემთვისაც იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე როდესაც კამპანიაზე მუშაობს ბევრი ადამიანი რაღაცა გულის წყენა შეიძლება დარჩეს ვიღაცას ვინც იღებდა მონაწილეობას თუნდაც ფიქრის პროცესში და ზუსტად იმ რაღაცა ვორდინგით ვერ მოხდა კრედიტებში და ეგ ხშირად სააგენტოებს ძალიან შიგნით ტყივად ხოლმე მაგრამ ნუ ეგ ძალიან კარგი სოლუშენია ჩემი აზრით თქვენ რაც გაქვთ ახლა თავიდან უარესს ვაკეთებდი თან თავიდან ეხლა თუ მე უბრალოდ ვიღაცამ გითხრა რა რომ ჩვენ ხომ მაინც ცოტა სხვა ინდუსტრიიდან მოსული ხალხი ვართ ჩვენ ხო ამ სააგენტოს მხარის ახალი გადასულებებით მანამდე უფრო კლიენტის მხარის ვიყავით და ამიტომ ესე შეიძლება სააგენტოებში ვიცნობდნენ მარტო ისინი ვისთანაც ჩვენ შეხება გქონია როგორც იმას დამკვეთებს წინა ცხოვრებაში თავიდან საერთოდ რომ წერდით კრედიტებს რა უბრალოდ წერდით playmakers საერთოდ არავის ჩამოთვლა არ იყო არც ერთი გვარი დასახელი ეგ იყო თავდაპირველი სტრატეგია მე რამოდენიმე ადამიანმა გითხრა ჩვენმა პარტნიორებმა რომ ბიჭო რაღაცა სახელი კაი გასაგებია playmakers მაგრამ ისე არ არის აუცილებელი ყველას და უბრალოდ სახელები და გვარები დაწერეთ რომ ვიღაცა რაღაცა ამ ინდუსტრიისშიც რომ დაფიქსირდეთ რომ თქვენ ხართ და ასე მე დავიწყე ესე მარტივად წერთ ძალიან ვამბობთ რომ კრეატიული გუნდი და წერთ ყველა ადამიანს ვინც იმ პროექტში მონაწილეობა მიიღო სტრატეგიიდან ბრიფის წერიდან რაღაცამდე და ცალკე შეიძლება დავწეროთ იმიტომ რომ კამპანიებს აქ ხომ თავის ვიზუალური იდენტობა და ცალკე შეიძლება გამოყოფილი ყავდეს რომ აი ამის გრაფიკულ დიზაინზე და ვიზუალურ იდენტობაზე იმუშაო დიზაინერმა დანარჩენი სულ ჩვენი კრეატივები შედგება ხოლმე მაქსიმუმ 6-7 კაცი არის ხოლმე დიზაინი ყველაფერი. ეს შესაძლებელია არის დროებითი გამოსავალი სანამ ამ ზომის კომპანია ვართ და ყველაფერზე ეს რაღაც executive გუნდი მუშაობს და ასე შემდეგ, მაგრამ მე თუ ეს გაიხლიჩა და ბევრი რაღაც გაჩნდა და ბევრი სხვადასხვა მართლა მად მე შეიძლება გახდეს საჭირო. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ესე კარგად მივდივართ. მესმის, კი, სწორია. მეც მასე ვიზავდი სიამოვნებით, იმიტომ რომ მქონია მეც ეგეთი გამოცდილება, რომ წენა დამსახურებია ხოლმე კრედიტებს ყოველთვის ეთი 10 ადამიანი ერთად წესო ვიღაცა არ გამოგრჩეს, რომ რაღაცა მე ისეთი რთული სიტუაცია არ შეიქმნა შიგნით. ნუ ბრიფი ახსენე და ეს პოდკასტი ზოგადად ბრიფის garaში არ არსებობს და მინდა რომ წავიდეთ და გადავიდეთ ჩვენი კამპანიის ასე ვთქვათ განხილვაზე. ძალიან საინტერესოა სანამ ბრიფამდე მივალთ ის პროცესი როგორ მიხვედით თქვენ ბრიფამდე უბრალოდ კომპანია რა საჭიროებები იყო მანამდე რომ ჩვენს მაყურებელს წარმოდგენა შეექმნას ვინც შეიძლება არ იცნობს ესე ახლოს TBC Bank-ს მარკეტინგული თვალსაზრისით არ შეუხედავს და ეხლა უნდა შევახედოთ ჩვენ მათ ამ ბრენდზე ატარა background ისტორია შევქმნათ მანამდე რა საკეთებდა რა აქტივობები იყო რა კომუნიკაცია იყო მთავარი მესიჯი რა იყო რითაც ბრენდი პოზიციონირებდა და მე ძალიან საინტერესოა ის მინდა რომ მაგაზე შეიძლება 10 ჯერ დავბრუნდეთ რომ როგორ მიხვედით ბრიფამდე და მე რა თქმა უნდა გადავალთ ბრიფი როგორ მიდის უკვე გზაში სააგენტოს კი ბატონო, საკმაოდ ვრცელი არის ისტორია, რაც აქვს TBC-ს როგორც ბრენდს, იმიტომ რომ 33 წლის ხდება წელს, ფაქტიურად დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად დაიბადა და ვითარდება ფეხ ქვეყანასთან ერთად, ასე რომ ვთქვათ. მარკეტინგული კუთხითაც თუ შევაფასებთ, საკმაოდ განსხვავებული წარსული ჰქონია, 90-იანებიდან მოყოლებული აბსოლუტურად სხვა ტიპის კომუნიკაცია იყო ბუნებრივია იმ დროსთან რელევანტური ალბათ რაც მაშინ იყო და შემდეგაც ჰქონდა სხვადასხვა ხანა, ასე ვთქვათ, ბრენდს. შემდეგ იყო ერთი დიდი გამოცოცხლება დაახლოებით 10 წლის წინ, როცა ბრენდმა თქვა გამარჯობა, ალბათ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს ახსოვს ეს კამპანია, რომელსაც მოყვა მერე ბევრი განვითარება ამ გამარჯვების შემდეგ. გამარჯობა შენ, ვინც არ უნდა იყო, მოდი აქ ახლოს სულ შენთანაა და მე მას მერე რაც მე მუშაობ TBC-ში, იყო პერიოდები, როდესაც ვხვდებოდით უკვე შეგნით, რომ დიდი განახლების დრო იყო. იმიტომ რომ აქტიურად ვუყურებთ, ვაკვირდებით ბაზარს, აქტიურად ვიკვლევთ მომხმარებლის სენტიმენტს, ვატარებთ სხვადასხვა პარამეტრის კვლევას, ვნახულობთ, სად არის ჩვენი ძლიერი მხარეები, ბაზარზე სად არის ჩვენი შედარებით სუსტი მხარეები, ვაყალიბებთ ცხადია სტრატეგიებს, როგორც ბიზნესის, იქიდან გამომდინარე შემდეგ ბრენდის სტრატეგიებსაც.
და რა თქმა უნდა ეს ორი თანაცხოვრობს ერთმანეთთან და ერთმანეთს აძლიერებს და დაახლოებით 2 წლის წინ თუ არ ვცდები დავიწყეთ უკვე საუბარი რომ გაგვეშვა უკვე განახლებული ბრენდის პლატფორმა, რომელზეც Playmaker-თან ერთად ვიმუშავეთ. საკმაოდ ვრცელი სამუშაო პროცესი იყო, მარტივი იყო ის, რომ გუნდი, რომელიც მუშაობდა ამ შემთხვევაში სააგენტოს მხარეს, ძალიან კარგად იცნობდა ბრენდს და ბევრი პროექტი ქონდა განხორციელებული ბრენდის ხელით, ასე ვთქვათ. შესაბამისად, კომფორტი ორივე მხარეს ქონდა თავიდანვე ამ პროცესში. და ძალიან საინტერესო იყო თვითონ კიდევ ერთ რაღაცას ვიტყვი პრინციპში ჩვენ თავიდან სანამ ამ პლატფორმით ჩავეშვებოდით აბსოლუტურად სხვანაირი მესეჯის გაშვებას ვაპირებდით დაახლოებით 1 წლის წინ. თუმცა მოვლენებიდან გამომდინარე რაც ხდებოდა, ცხადია ბრენდი ადეკვატური არის დროის მოვლენების რაც ქვეყანაში ვითარდება და ასე შემდეგ. ბევრჯერ მოგვიწია ნამუშევრის თავზე შემოდებული კამპანიების, ძალიან ბევრი შრომის და ბევრი სხვადასხვა ტიპის კონტენტის შემოდება, იმიტომ რომ უბრალოდ არ იყო დრო და სიტუაცია იმის, რომ ეს ყველაფერი საჯაროდ გაგვეშვა. და პლუს ამას ჩვენ თვითონაც ადამიანები რომლებიც სააგენტოში და ბრენდში მართავთ ასე ვთქვათ ამ კომუნიკაციას არ ვიყავით ჩვენ თვითონვე კომფორტულად იმ რაღაცებთან, იმიტომ რომ ხშირად გქონია ეგეთი кейსი და იკოკაცთან მეთანხმება ალბათ, რომ ძლივს მივსულ ვართ ჩვენ თვითონ მოგწონებია ძალიან რაღაც და გვითქვამს, რომ აი ეს უკვე ეგ არის. შეგვითანხმებია ყველა stakeholder-თან, ვინც კი არსებობს მაგალითად ჩვენთან TBC-ში და მეორე დღეს ისე შეცვლილა რეალობა, რომ აბსოლუტურად არარელევანტური ხდებოდა ის, რაზეც ძალიან დიდი შრომა გავწიეთ ყველამ ერთად იმ მომენტში. შესაბამისად, გადათამაშება მოგვიწია ბევრი რამის. მათ შორის ეს კამპანიაც მსგავსი სცენარით განვითარდა და ესე მოვყვებით დაახლოებით 1 წლის წინ ვაპირებდით რეპოზიციონირების კამპანიის გაშვებას, იმიტომ რომ პირველი დიდი განაცხადი არის ესეთი გრძელვადიანი, რომელიც ახლა სტრატეგიულად განსაზღვრული გვაქვს, რომ იყოს კომუნიკაციაში ფუძე ჩვენი კომუნიკაციის. ბევრი ვიფიქრეთ საკმაოდ როგორ გარდა გვექმნა ის, რაზეც ნამუშევარი გვქონდა, იმიტომ რომ ბევრი კომპონენტი იყო, რომელიც სტრატეგიას ეხმიანებოდა და იყო კარგი მასალა, ასე ვთქვათ, იმისთვის, რომ მორგებოდა თანამედროვე დროს, რაშიც ახლა ვცხოვრობთ. და საინტერესო ამ кейსში ალბათ ისიც არის, რომ ამ პროცესში რეალურად ესე უკვე ბრიფი აღარ გასულა Playmaker-თან. ჩვენი მუშაობის პროცესი უფრო მეტად იყო საუბრის და მსჯელობის ფორმატში. ის თავად იყო ბრიფში, ხო? ხო, იდეაში ჩვენ ცოტა არატიპიურად მუშაობთ, იმიტომ რომ მესმის, ანუ ისეთი კავშირია და ქიმია, რომ ალბათ ბრიფიც აღარ იყო საჭირო მაგის უსუსით. ხშირად ესე ლაპარაკის დროს ხდება ხოლმე ბრიფის დაბადება და ესეთ რაღაც წერილობით მეილით გამოგზავნილი ბრიფი ალბათ შეიძლება თითებზე ჩამოსული кейსებიც გქონდეს. იშვიათად მიმართავთ ხოლმე რაღაც ცალკეული кейსები თუ არ არის და ისიც და სხვა ტიპის. აი როგორ მუშაობდით ესე არ მინდა უკვე რომ გადავიდე სამუშაო პროცესზე, მაგრამ აი რადგან ბრიფს საუბრობთ ახლა, რადგან ესე რაღაცა დოკუმენტის სახით შეიძლება არ არსებობდა და ესე თქვენთან არ გამოგზავნილა და რაღაცა, მაგრამ აი ერთად შექმენით ეგ თუ სიტყვაზე ჯერ თქვენ თიმში მოიხარშა ეს ყველაფერი და მე არა, ნახე, უფრო მნიშვნელოვანი დოკუმენტი გქონდა ვიდრე იყო ბრიფი. ანუ იდეაში დავიწყეთ ფიქრი იმაზე, რა უნდა ყოფილიყო TBC-ის ბრენდის სტრატეგიული პლატფორმა. და დავიწყეთ მუშაობა ბრენდის სტრატეგიულ პლატფორმაზე, იმიტომ რომ ფაქტიურად COVID-ის მერე აღარ განახლებულა. ანუ COVID-ის პერიოდის პლატფორმა ქონდა, იმის მერე გუნდი შეიცვალა, სააგენტო შეიცვალა, რაღაც ახალი გამოწვევები გაჩნდა ბაზარზე და საჭიროება იყო განახლების თან 33 წელი ხო საკრავად თარიღია რაღაცა უნდა მოხდეს და დავიწყეთ ფიქრი ამ ბრენდის სტრატეგიულ პლატფორმაზე და საბოლოო ჯამში სტრატეგიული პლატფორმის მუშაობა რომ დავასრულეთ, სტრატეგიული პლატფორმა არის ზუსტად ის ბრიფი, რომელზეც კომუნიკაციაც უნდა იყოს. ამიტომ არ გახდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში საჭიროება იმისი, რომ ბრიფი ყოფილიყო იქვე რომ დავასრულეთ ეს პლატფორმის გაკეთება, იქვე თქვით, რომ ეხა უნდა დავიწყოთ ამ პლატფორმის აღსრულება კომუნიკაციურად, მერე შეიძლება თითოეული ამ პლატფორმის გაშლაზე იყო რაღაცა ესეთი პატარ-პატარა მობრიფოები, მაგრამ ძირითადი ესეთი რაღაც საყრდენი იყო ეს პლატფორმა და აქედან გამოდიოდა ესე ქვებრიფები, ესე რომ ვთქვათ. კი ბატონო. ხო, ნუ ეგ დამნიშნულია ზოგადად, როცა ბრენდ პლატფორმა არსებობს, მე გაცილებით უფრო მარტივია, როცა direction-ის დონეზე უკვე მიყვები მაგ მიმართულებას. აი
ძალიან კარგ და სწორ ადგილას მივედით, რადგანაც ხა ესეთი კითხვა გამიჩინა. მე მაინტერესებს, როდესაც არსებობს ესეთი პლატფორმა, როგორ თარგმნის, აი სააგენტო რომ მოვაშოროთ ახლა ამ ყველაფერს, თქვენი გუნდი და აი ახალი კამპანიის ნაწილში სიტყვაზე ეს ვიდეო რაც ვნახეთ, როგორ გამხსნელი ამ ყველაფრის და აი მე სად შემოდის სააგენტო და სად დგება ამის საჭიროება, რა შემთხვევაში მიმართოთ ხოლმე სააგენტოს, ან რა არის, რითაც თქვენი გუნდი, ასე ვთქვათ, თავიდან ბოლომდე აღასრულებს რაღაც კონკრეტულ კომუნიკაციას. კი შევეხეთ დასაწყისში, ასე თუ ისე ამ როდესაც სტრუქტურულ ნაწილზე ვსაუბრობდით, თუმცა ეს საინტერესოა ეხლანდელი აი თქვენი ხედვა ახლებური მოკლედ ამ პლატფორმის მიხედვით. რეალურად პლატფორმა დაახლოებით განვაახლეთ წელიწადნახევრის წინ, როცა დავადასტურეთ, რომ იგი იყო და შევთანხმდით ყველა მხარე და მაგის მერე დავიწყეთ ტესტირებაც. ესეც ცხადად შეიძლება მესიჯით არ გამოდიოდა, თუმცა პლატფორმაზე დაყრდნობით გავუშვით რამდენიმე კამპანია, მათ შორის ჩარშანდელი 26 მაისიც ამ პლატფორმას ერყდნობა და ბევრი სხვადასხვა კამპანია, რომელიც უკვე გაშვებული არის, თუმცა გაცხადებულად ეს არ იყო ახალი მესიჯით, მიყვება და კონკრეტულ ნარეციას, რომელიც ჩვენ განსაზღვრული გვაქვს სტრატეგიულად, რაზეც უნდა ილაპარაკოს ბრენდმა, რა სენტიმენტიც უნდა შექმნას მომხმარებელში, როგორი tone of voice უნდა ჰქონდეს და ასე შემდეგ. თავიდანვე პრინციპში რაც ვახსენეთ, ეგრე არის, რომ რაღაც კამპანიები არის, მაგალითად ვიცით კონკრეტულად წლის განმავლობაში, როდესაც გეგმავთ ხოლმე ვთქვათ მომდევნო წელს რა იქნება დიდი კამპანიები, ან რა იქნება დიდი პროდუქტული სიახლე, რომელსაც სჭირდება განსაკუთრებული გაშუქება, ასე ვთქვათ, სკოუპის დონეზე ყოველთვის გაწერილი გვაქვს რა გადის გარეთ, რა რჩება შიგნით. ყოველდღიურად არის ძალიან ბევრი პროექტი და ძალიან ბევრი აქტივაცია, რომელსაც in-house ჩვენი რესურსით ვაკეთებთ. შეიძლება ეს იყოს მაგალითად ანუ ერთი არის ვთქვათ მაგალითად კამპანიები, რაზეც ვმუშაობთ და რასაც TVC-ის ბრენდის სახელით ვუშვებთ, ან პროდუქტული კამპანიები, რომლებსაც ვმუშაობთ. მაგრამ ასევე არის მაგალითად სპონსორობები სხვადასხვა მოვლენების სხვადასხვა პოდკასტი. შეიძლება იყოს AdBlacks-ი პირობითად, თბილისი Open Air-ი და ბევრი საკმაოდ მსხვილი მოვლენა, რომელიც საქართველოში კონკრეტული ინდუსტრიების განვითარებას უწყობს ხელს. ხშირად ხდება ხოლმე, რომ მსგავსი ტიპის პროექტებზე ფაქტობრივად სრულად in-house რესურსით ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, ვიხმართ ხოლმე გარე ძალებს იმისთვის, რომ რაღაც კონკრეტული მიმართულებები უფრო ძლიერად გავაკეთოთ. თუმცა მაგალითად კონტენტის სტრატეგია როგორი უნდა იყოს, რა piece of content-ები უნდა იყოს, რომელ არხებში უნდა გაიშალოს, მედიაში როგორ უნდა გაიშალოს, რომელი digital არხები უნდა მოვიცვათ, ფიზიკური პრეზენსი როგორი იყოს და ასე შემდეგ, ამაზე როგორც წესი, ძირითადად შიგნით მუშაობთ ხოლმე და ჩვენი რესურსით გეგმავთ იმის მიხედვით, რა გამოწვევაც ან რისი სურვილიც ან რისი გეგმაც იმ მომენტში გვაქვს ხოლმე ყველაზე წინ წამოწეული. ესე მუშაობთ ძირითადად არის ასევე პროექტები, რომლებიც აი ყოფილა შემთხვევა, რომ მაგალითად საერთოდ არ გვიფიქრია რაღაც გავკეთებინა, მაგრამ გუნდის წევრს დაებადა რაღაც იდეა და პირდაპირ მისვლართ გვითქვამ სააგენტოსთვის, რომ ეს იდეა გვაქვს და გავაკეთოთ. ან არის ხოლმე პირიქით, რომ მაგალითად სააგენტოს გაუჩნდება რაღაც იდეა და გვეუბნება ხოლმე და ჩვენ მე ერთად ვმუშაობთ. ძალიან დიდი კომფორტია, როცა ეგეთი მოქრიმობა არსებობს ბრენდსა და ან თუნდაც შიდა თანამშრომელს შორის სააგენტოს მიმართებაში. მე მაქვს ესეთი ჩაკითხვა აქ, სანამ პროცესზე გადავალთ უშუალოდ, იმიტომ რომ ნუ ამ კამპანიას დაწმებული ვარ, ძალიან დიდი პროცესი ქონდა და ძალიან საინტერესოა მაგის მოსმენა სააგენტოს მხარედანაც, როგორ მიდიოდა ეს ყველაფერი, ანუ მე მინდა რომ უფრო გადავიდე ჩვენი მომხმარებლის, ესე დავარქვათ, მხარეს, ჩვენ მაინც ახლოს ვართ ინდუსტრიასთან, შეიძლება ისე მოუყვეთ ამბავი, რომ ეს ჩვენთვის ყოველდღიურობა არის და რაღაცა, მაგრამ არ მინდა გამოგჩეს ვისაუბროთ აუდიტორიაზე, ბრენდის აუდიტორია ვინ არის, ვის ესაუბრებით, რა კატეგორია, როგორ აკეთებთ ამის სეგმენტაციას, ну, რა თქმა უნდა, ეს ბრიფშიც სტანდარტულ ბრიფში იწერება ხოლმე, თუმცა ჩვენს მაყურებელს რო აუხსნათ და თვითონაც რო მინდა რომ გამოყვნენ ზუსტად ამ კამპანიის მიმდინარეობაში და თვითონაც ააწყონ თავიანთ თავში ის flow, რაც სიტყვაზე სააგენტომ გაიარა და რა პროდუქტიც საბოლოოდ ჩვენ ვიხილეთ. აი, თქვენს აუდიტორიაზე რომ მოგვიყვეთ და ზოგადად აი რა რით ახასიათებთ და ასე შემდეგ. პირველი ყველაზე მთავარი, რასაც ალბათ ყველა გიქვამს ხოლმე და ხშირად ჩელენჯი არის ბრენდებისთვის და დარწმუნებული ვარ სააგენტოებისთვის, არის ხოლმე, როდესაც
დამკვეთი კომპანია სააგენტოს ეუბნება, რომ ჩვენი სეგმენტი არის ყველა. ანუ მე თავისუფლად შემიძლია ვთქვა ახლა, რომ ბანკშიც მაგალითად TBC-ში ჩვენი სეგმენტი არის ყველა, იმიტომ რომ პროდუქტები ისეთი გვაქვს და იმდენნაირი გვაქვს, რომ ყველას შეუძლია რომ მოიხმაროს. და ეს არის ხოლმე ყოველთვის ყველაზე დიდი შეცდომა, რის მერეც ალბათ кейსების 99%-ში ვერ მიდიხარ იმ მიზნამდე, რაც დასახული გაქვს. ჩვენ თავიდანვე როცა ვთქვათ პლატფორმას ვანახლებდით, არ წავედით დემოგრაფიული განსაზღვრით და არ განსაზღვრეთ სეგმენტი დემოგრაფიულად. ასაკით, საცხოვრებელი არეალით და ასე შემდეგ და შევხედეთ ადამიანებს უფრო ფსიქოგრაფიულ ჭრილში და დავახასიათეთ კონკრეტულად ისეთი მაინდსეტის და მახასიათებლების ადამიანები, რომლებსაც ბრენდი პირდაპირ უნდა ელაპარაკოს. ამიტომ ჩვენ ასეთი მიდგომით მივუყვებით ამ შემთხვევაში რა, არა აქვს მნიშვნელობა, შეიძლება იყოს მაგალითად ალბათ ისიც იცის ჩვენ მსმენელმა და თქვენც რომ თვითონ TBC-შიც მაგალითად არის რამდენიმე ქვებრენდი და ქვემიმართულება. ცალკე არის მაგალითად affluent segment-ი, რომელიც არის კონცეპტის მიმართულებით, ახალ თაობას თავისი ქვებრენდი აქვს TBC ახალი თაობისთვის, ბიზნეს თავისი აუდიტორია ყავს, კორპორატიული მიმართულება ცალკე არის და ასე შემდეგ. საკმაოდ ვრცელი არის ეს განყოფილებებიც, ასე ვთქვათ. ისინი ცხადია ფოკუსირებულად ელაპარაკებიან თავიდან სეგმენტს, სადაც დემოგრაფიული მახასიათებელი კიდევ უფრო მეტ როლს თამაშობს, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს განსაზღვრული უფრო ბრენდის ჭრილში, როცა ვსაუბრობთ ფართო კამპანიებზე, ფსიქოგრაფიული მახასიათებლები და ბუნებრივია კონკრეტულ ბრენდულ აქტივაციებში, რომელიც არ არის პროდუქტზე მიბმული და მიმართული არის უფრო საიმიჯო პარამეტრზე ამ შემთხვევაში და არა რაღაცა კონკრეტულ ბიზნეს KPI-ზე. მაგ შემთხვევაში შეიძლება იყოს ხოლმე და არის ხოლმე რა თქმა უნდა кейსები, როცა კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფს უფრო მეტად ფოკუსირებულად ველაპარაკებით მაგალითად, მაგრამ მაინც ეს ფსიქოგრაფიული განმარტება არის ის მთავარი ფილტრი, რომელიც განსაზღვრავს, როგორ უნდა ველაპარაკოთ ამ ადამიანებს, იქნება ის Gen Z, მილენიალი, არ ვიცი, ბიზნეს ოუნერი თუ ასე შემდეგ. კი ბატონო, მოდი ახლა გადავერთოთ სააგენტოს მხარეს. ფაქტობრივად ისევ იგივე ეტაპიდან დავსვავდი კითხვას, მოკლედ ბრიფი არ იყო, მაგრამ საინტერესოა ეს პროცესი უკვე თქვენი განმოსახედიდან როგორი ამბავია. კლასიკური ბრიფი იყო ესა დავარქვევდით. კლასიკური ბრიფი იყო. იდეაში ცოტა შევეხებით საერთოდ ბრიფზე როგორ მუშაობთ ხოლმე. მაგრამ მე ის ვარ, რა ქვია, მე ვარ ზოგადად იმის და სულ ხანდახან იმაშვები ხოლმე ზედმეტად იმაშვები, რომ ფიზიკური შეხვედრა, ძალიან მიყვარს ფიზიკური შეხვედრა. და არ მიყვარს ონლაინ შეხვედრა და შესაბამისად ძალიან მიყვარს ფიზიკური ბრიფი და არაწერილობითი ბრიფი და იგივენაირად მე იდეის წარდგენაც მიყვარს ხოლმე ფიზიკური და არა მაგალითად რაღაც გაგზავნო პრეზენტაციის ან ონლაინ პიჩინგი და ასე. შესაბამისად ბრიფიც ფაქტიურად ერთად შექმნით და ხშირი არის ხოლმე უმეტესობა ჩვენი ბრიფები ერთად იწერება და ერთად კეთდება. ანუ მოდის კლიენტი ამბობს რაღაცას, რის მიღწევაც უნდა, რაც უხებს რა გამოწვევაც არის კონკრეტულ მომენტში და მე ერთობლივად ვიწყებთ მსჯელობას, ლაპარაკს და იქვე ჩავინიშნავთ ხოლმე რამოდენიმე მთავარ პუნქტს, რაც არის მთავარი სათქმელი, შეიძლება იყოს პირობითად იგივე განსაზღვროთ რაღაცა. აი რაღაც ძალიან მართლა ბრიფი არის, რასაც ბრიფი უნდა ერქვეს, იმიტომ რომ ბრიფები გვინახავს, სადაც არის ხოლმე მოყოლილი, ანუ სამგვერდიანი ბრიფი, სადაც ორი გვერდი წერია კომპანიის ისტორია, როგორ დააფუძნა ვიღაცამ და ასე შემდეგ და საბოლოო ჯამში მთავარი სათქმელი რა არის, ანუ ადამიანმა ამ კამპანიის ნახვის მერე სახში რაც უნდა წაიღოს და მის თავში და გულში რაც უნდა დარჩეს ის არ წერია ხოლმე. შესაბამისად ჩვენი ბრიფინგის პროცესი არის ხოლმე ზუსტად ერთობლივ მსჯელობა იქამდე სანამ არ ჩავალთ რაღაცა მთავარ რა ქვია ბოლო წერდი ნიშნულ ნოლამდე საიდანაც ყველაფერი უნდა დაიწყოს ერთად ძიება იმისი და ერთად შეთანხმება იმაზე რა არის მთავარი სათქმელი და ამ შემთხვევაში ხო მარიამ აღნიშნა რომ ეს ცოტა ატიპიური კამპანია არის, იმიტომ რომ თავდაპირველად თავარი სათქმელი სხვა იყო და იმ მომენტისთვის ის თავარი სათქმელი ძალიან კარგი იყო, მაგრამ ბრენდი რა თქმა უნდა აუცილებელია რომ უნდა იყოს რელევანტური.
ერთი ხო არის ხომ კონსისტენტური უნდა იყოს, მაგრამ თუ რელევანტური არ არის ბრენდი მის კონსისტენტურობას ფაქტიურად ფასი არ აქვს. ამიტომ რელევანტურობა ბრენდის ძალიან მნიშვნელოვანია და უბრალოდ მე დაგვიდგა დღის წესრიგში ისეთი ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო დღის წესრიგი დადგა ისეთი რომ ის საკომუნიკაციო მესიჯი და ის მთავარი სათქმელი რაზეც შევთანხმდით ყველა იყო არარელევანტური და მე უკვე დავიწყეთ ფიქრი იმაზე თუ რა იყო მთავარი სათქმელი ზუსტად იმ სეგმენტისთვის რომელიც მარიამ ახსენა ფსიქოგრაფიული დახასიათებით ანუ ეს არის ის სეგმენტი რომელსაც ესე რა ვთქვა რა ქვია ჟარგონულად ვთქვათ ბრენდი ვისაც ეპრანჭება პირველ რიგში. რა თქმა უნდა ეს პარანჭვაც არ უნდა იყოს ძალიან ვიწრო სეგმენტისთვის და ძალიან მარგინალიზირებული ჯგუფისთვის არ უნდა იყოს. რაღაც ფართო ჯგუფი უნდა იყოს, რომელსაც ახასიათებდეს გარკვეული ტიპის მაგალითად რა ვიყოთ, ეხლა ეს TBC-ის არხია, მაგრამ შეიძლება ბრენდი ეპრანჭებოდეს ყველას, ვისაც იზიდავს ექსტრემალური ცხოვრების სტილი და ვიცით ესეთი ბრენდები და ამ შემთხვევაში ეს ექსტრემალური ცხოვრების სტილი შეიძლება იზიდავდეს 6 წლის ბავშვსაც და 76 წლის დასრულ ადამიანსაც და ამ შემთხვევაში ბრენდი მათ ეპრანჭება. ზუსტად ესეთი უბრალოდ ვერ გავხსნი კარტებს და ვერ ვიტყვი ვინ არის. TBC-ის შემთხვევაში ის ვისაც ვეპრანჭებით, მაგრამ იმედი არის ვისაც ვეპრანჭებით ის ხედავს ამ პრანჭვას და იმას იზავს რა ქვია. ადეკვატურად აღიქვამს. ზუსტად ესე ვიპოვეთ, შევთანხმდით რომ ეს არის ვისაც ვეპრანჭებით, ეს არის ჩვენი მთავარი სათქმელი რაც არის. და შესაბამისად უკვე რაღაც ესეთი საყრდენი წერტილებია, რაღაც არქიტექტურულად რო ვთქვათ, რაღაცა ბოძები და საძირკველი, რომელზეც უნდა აგვეშენებინა ეს შემდეგი კამპანია, ყველაფერი გქონდა. აი ამ საძირკველზე და კონსტრუქციულ ნახაზზე ერთად ვთანხმდებით ხოლმე და ეს არის ფაქტიურად ბრიფი. არის ხოლმე შემთხვევები, რა თქმა უნდა, მე ამას მაგალითად ჩვენი ყველაზე ესეთ მოწესრიგებული პარტნიორი მართლა იმას იზავს ხოლმე დოკუმენტად აქცევს, რომ საბოლოო ესე ვთქვათ შეთანხმება შედგეს და შეიძლება ხოლმე გაგზავნოს. მიყვარს ეს მოწესრიგებული პარტნიორი რო არსებობს, მე მგონი ხო ეს არის მეგობრებო, ხო ამაზე ვთანხმდებით და თუმცა სხვა კლიენტებთან უფრო მეტი ფორმალობა, ვერ ვიტყვი რომ იქაც დიდი ფორმალობა გვიწევს, იმიტომ რომ გამომდინარე იქიდან რომ ისევ გამომერთ ცოტა კლიენტები გვყავს და სულ რაღაც ზედა მენეჯმენტის დონეზე გვიწევს ანუ ჩვენც ფაქტიურად აკაუნტის როლი გვაქვს შეთანხმებული და ძალიან ისეთი ურთიერთობა გვაქვს და იქაც ეს რაღაც ბიუროკრატიული ნაწილი იქაც ვერ ვიტყვი რომ ძალიან ისეთია მძიმე მაგრამ TBC-სთან განსაკუთრებით სხვა ტიპის ურთიერთობა გვაქვს და იქ ესეთი ფორმალობები გადაწეული გვერდზე თუმცა ყოველთვის ყველა ვიცი და არის სიტყვიერი შეთანხმება, მაგრამ შეიძლება წერილობით იყოს, რომ აი ეს ამათ ველაპარაკებით, ეს არის მთავარი სათქმელი და კიდევ რამოდენიმე ესეთი პუნქტი. ოღონდ ეს პუნქტების ჩამონათვალი არ არის რაღაც 20 და 10, შეიძლება იყოს 4-5 ძირითადი პუნქტი, რასაც ვიღებთ ჩვენ, ესე ვთქვათ, მთავარი ინგრედიენტებად, რომელზეც უნდა აიგოს მერე ყველაფერი. როგორ გაჩნდა ზოგადად იდეა, რა ინსაიტზე დგას, ანუ თქვენი ძალიან საინტერესოა პროცესი, როგორი მიმდინარეობს სააგენტოში ზოგადად ეს ფიქრის პროცესი, რა ეტაპებს გადის და შემდეგ სად იყო ის დაპეტკალი, რო თქვით, რომ ეგ არის გავარტყით რაღაცა მესიჯი არის თუ რაღაც კონკრეტული იდეა და მე როგორ დავიდა ეს ყველაფერი ბრენდი. ხო, აქაც ისევ იმ თემას უნდა დაუბრუნდეთ, თავიდან რო სხვა იყო და ჯერ ის იყო რა ქვია, სავლე და მე პავლე რო გახდა ეს ჩვენი კამპანია, მან მაგას მოგვიწევს რომ მიუბრუნდეთ. მაშინაც რომ დავიწყეთ ფიქრი ამ სტრატეგიულ პლატფორმაზე, ზუსტად ბოლოში აი ესე დაჯდება ხოლმე რაღაცას რო ააშენებ და ბოლოს რო გამომდინარეობს რაღაც მიზეზ შედეგობრივი კავშირებიდან გამოგვივიდა რაღაც საკომუნიკაციო მესიჯი და ვთქვით რომ აი ეს არის საკომუნიკაციო მესიჯი და ეხა ეს რაღაცნაირად უნდა მივიტანოთ ადამიანებამდე. მაგრამ მე აი ეს რო გამოგვეცალა მიმდინარე მოვლენების გამო ეს საკომუნიკაციო მესიჯი მოგვიწია მიბრუნება ისევ საკომუნიკაციო პლატფორმისთვის. საკომუნიკაციო არა, ბრენდის სტრატეგიულ პლატფორმისთვის. ბრენდის სტრატეგიულ პლატფორმაში ესეთი ვრცელი დოკუმენტი არის, ჩვენ შემთხვევაში ბევრს ალბათ უნახავს, მაგრამ სხვადასხვა ტიპი არსებობს ამ ბრენდის პლატფორმის. ჩვენ შემთხვევაში რა დოკუმენტში არის რამოდენიმე ადგილი, რამოდენიმე უჯრა, რომელიც გვაძლევს თავარ ენერგიას იმისთვის, როგორ უნდა გამოვიყვანოთ ეს საკომუნიკაციო მესიჯი. ანუ მოგვიწია მიბრუნება ამ პლატფორმისთვის და გააზრება მიმდინარე სიტუაციის ჭრილში. და დავიწყეთ ფიქრი იმაზე, რომ ჩვენი თავარი სეგმენტისთვის, ისე ხალხისთვისაც ვეპრანჭებით, ამ მომენტში რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ანუ რა არის ის, რაც შეიძლება ყველაზე მეტად
მათ აკლდით. პლუს ამას მნიშვნელოვანი იყო თვითონ ბრენდი წლების განმავლობაში რას აკეთებდა, რას პირდებოდა, ეს ეგრეთ წოდებული კონსისტენციის ნაწილი შემოვიდა და პლუს ამას გააზრება იმისი, რომ ეს ჩვენი სეგმენტი, რომელსაც ყველაზე მეტად ვეპრანჭებით, როგორი ტიპები არიან. ანუ რა არის მათთვის მნიშვნელოვანი და რაზე გვინდა მათ რომ ველაპარაკოთ და რისი მოწოდება გვინდა მათ მიმართ. დავინახეთ, რომ აი თვითონ ეს დაჯერების ფაქტორი და ეს წვენის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანი არის ბრენდისთვისაც და განსაკუთრებით გამომდინარე იმ ინდუსტრიისთვის, რომელ ინდუსტრიაშიც TBC ფუნქციონირებს. TBC გარდა ბანკისა კი სხვა სფეროებშიც მაგალითად არაპირდაპირ ბანკის მაგალითად არის დაზღვევა, გადახდები და ასე შემდეგ, მაგრამ ძირითადად მაინც ადამიანების აღქმაში TBC რო ისმის სახელი პირველ რიგში მოგდის ბანკი. და ბანკი, რომელიც არის ძალიან ისეთი რაღაც ისეთი ინსტიტუცია რაციონალური, ხო, რომ გეუბნები, რომ ესეა და ამას ესე და ესე გავაკეთებ და მე ესე და ესე იქნება. მაგრამ აქაც ხშირ შემთხვევაში მნიშვნელოვანი არის ერთმანეთის მიმართ ნდობის ფაქტორი. იმიტომ რომ ნებისმიერი ადამიანი რომ მოდის ბანკში და რაღაცა თავის გეგმით მოდის ან ბიზნესი მოდის, რომელიც ამბობს, რომ ეხლა მე თუ თქვენ ამაში ეხლა დამეხმარებით, მე მომავალში ამას და ამას გავაკეთებ. გარდა იმისა, რომ იქ არის რაღაც რაციონალური რისკების შეფასება, ამის გარდა მნიშვნელოვანი არის რომ არსებობდეს ეს ნდობის ფაქტორი, რომ მე დავიჯერო მე შენში დავინახო რაღაც ნაპერწკალი, შენში დავინახო რაღაცა ნება იმისი, რომ შენ ამ რაღაცის გაკეთება გინდა და მე ამაში წამოყვე, ანუ შენი პარტნიორი ვიყო ამ გრძელვადიან ურთიერთობაში და ზუსტად ბანკს უნდა და ბრენდს უნდა, რომ ადამიანებმა ირწმუნონ საკუთარი თავის, ადამიანებმა ირწმუნონ ის, რომ შეუძლებელი არის რაღაცა ისეთი არსებობდეს, რომლის გაკეთებაც მათ არ ხელეწიფებათ, იმიტომ რომ წლების განმავლობაში ეს ადამიანები, ვიზეც დგას ბრენდი, ხო, ეხლა ბრენდი დამოუკიდებლად არ შეიძლება არსებობდეს და ბრენდი მატერიალიზირებული ხდება მხოლოდ მაშინ, როცა უკვე მოხმარებელი აცოცხლებს მას და მოხმარების გარეშე ბრენდი ფაქტიურად რაღაც ისეთი ეფემერული რაღაცა არ არსებობს ფაქტიურად. შესაბამისად, ეს იყო ესეთი მთავარი ინგრედიენტი, რომელიც გამოვიყენეთ და ვთქვით, რომ ეს არის ბრენდი იმსეთი ადამიანებისთვის, რომლებსაც საკუთარი თავის რწმენა აქვს და ამ ადამიანებს გვინდა კიდე ერთხელ რაღაცნაირად პატივი მივაგოთ, მადლობა გადაუხადოთ და ვთქვათ, რომ შენი თავის გჯერა არ არსებობს არაფერი, რაც არ გამოგივა და შეუძლებელიც შესაძლებელი არის იმ შემთხვევაში, თუ შენი თავის დაიჯერებ და აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ხარ შენ, იმიტომ რომ შენ უნდა დაიჯერო პირველ რიგში შენი თავის და შენ თუ შენი თავის დაიჯერე, აქ ვარ მეც, რომელიც რაღაცა ჩემი სახსრებით, ჩემი ინსტიტუციონალური რაღაცა მიდგომებით, ჩემი პროდუქტებით, ჩემი ბრენდის ძალით და სხვადასხვა რაღაცებით დაგეხმარები, მაგრამ ეს თვითრწმენა, რომელიც შენ გაქვს, არის ზუსტად ის, რომელიც შეგაძლებინებს ნებისმიერ რაღაცას, რაც კი თავში შეიძლება მოგიდეს. გარდა იმისა, რომ აქ ვარ მე, როგორც ბრენდი და როგორც რაღაც ფინანსური ინსტიტუტი, გონია ჩვენ ყოველ შემთხვევაში მოსააგენტოსაც და დამკვეთსაც ეს გონია, რომ როცა ადამიანს რაღაცას ჯერა, ეს რწმენა გარდა რაციონალური და რაღაც ესეთი ინსტრუმენტალური რაღაცებისა, რაღაცა ცოტა ესეთ მეტაფიზიკურ რაღაცებსაც აამოქმედებს ხოლმე და ისეთ რაღაცას შეგვაძლებინებს, რომელზეც წესით ვერანაირად ვერ უნდა მიგვეღწია. ამიტომ დავინახეთ, რომ იმისთვის, რომ ჩვენი ამ ადამიანებისთვის, რომელიც 33 წელია ჩვენთან ერთად მოდიან და იმედი გვაქვს, რომ კიდე განგრძობითაც სულ ჩვენთან ერთად იქნებიან, დავინახეთ, რომ ეს არის მთავარი და ეს შეიძლება იყოს მომენტი, როცა კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ ერთად, რომ თავარია ჩვენ რაღაცის წვენა გქონდეს და მიუხედავად იმისა, რომ ეხლა რაღაც მოკლევადიან თუ საშუალოვადიან პერსპექტივაში შეიძლება რაღაცამ დაგვაეჭოს, რაღაცამ შეგვაშინოს, რაღაცამ უკან დაგვხვეჭოს, მაინც უნდა გქონდეს ერთმანეთის იმედი და იმედი ერთმანეთის და რა თქმა უნდა ჩვენი საკუთარი თავის. თან საინტერესო არის მე როგორც მომხმარებლის თვალით თან მომწონს ეს მესეჯი, იმიტომ რომ ზოგადად ბრენდი ჩემთვის ეგეთი რაღაც არის, რომ ხანდახან ქვეცნობიერის ადგილსაც იკავებს ხოლმე რა, რომ რაღაც კონკრეტულ გადაწყვეტილებას რო ვიღებ, თუნდაც ის რაღაცა კომუნიკაცია, რასაც ბრენდი წლების მანძილზე ახორციელებს,
რომ გონია რომ ჩემი გადაწყვეტილება მაგამ სინამდვილეში რომ ბრენდის გადაწყვეტილება არის რაღაც ქმედებას რო ჩავდივარ, ანუ ეს მესიჯი ჩემთვის რაღაც კუთხით არის ქვეცნობიერი ხმა, რომელიც რაღაცა გასაპორტებს და გეუბნება რომ ის კონკრეტული არა პროდუქტთან არ არის დაკავშირებული, ხა მაინც შეიძლება რაღაც ნებისმიერ გადაწყვეტილება იყოს, რომელიც საერთოდ არ ეხებოდეს ბანკს, მაგრამ სადღაც ქვეცნობიერში გაგახსენდეს და ბიძგი მოგცეს რაღაც ერთგვარი ტრიგერია, რომ გაგაძლიეროს, ესე რომ ვთქვა, რაღაც ერთი სიტყვით. ძალიან მომწონს, ну ალბათ ვისაც არ უნახავს ჩვენი მაყურებელი, ვინც ახლა ამ პოდკასტს უყურებს, შევა თქვენს გვერდზე და სხვა თვალით შეხედავს ამ კამპანიას და ზოგადად სხვანაირად შეხედავს თვითონ ვიდეოს და არა როგორც ბანკის რაღაც პირდაპირ კომუნიკაციას, იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე, როცა ხან სტუდენტებთან როცა ხოლმე შეხება უკითხავთ აი ბანკის კომუნიკაციებზე და აი რა შუაშია ხა რატო მეუბნება საერთოდ სხვა რაღაცას, როცა მისი პროდუქტი სულ სხვა არის და აი ძალიან საინტერესოა თქვენი პასუხი ამ ადამიანებისთვის, აი რატო აკეთებენ ბანკები, ну ამ შემთხვევაში თქვენზე მაქვს საუბარი, აი ასეთ კომუნიკაციას, რომელიც რაღაც კუთხით რო უყურებთ ახლა კომენტარებსაც რო ჩაუყვეთ, მე უარყოფითი კომენტარი იქ არ მინახავს, ძალიან ოპტიმისტურად განწყობე ყველა მადლობას და აი რაღაცა იმ კუნძულს შეეხო, ესე რომ ვთქვა და აი თქვენი პასუხი ძალიან საინტერესო იქნება იმ ადამიანებისთვის, რომელიც ამ კითხვას სვამენ, რომ აი რას გვერდჩის TBC ბანკი, რატო გველაპარაკება ესე მაღალფარდოვანი სიტყვებით, ხო? აი ძალიან საინტერესო ეს ძალიან ისე რო ვთქვა რა პირდაპირ ძალიან საინტერესო თქვენი პოზიცია ამ მიმართულებით. არავის არ ვერჩით პირიქით, მე მგონი. იცით რა არის? ეგ არის ალბათ თვითონ ნებისმიერ კომპანიას აქვს თავისუფალი არჩევანი იყოს რიგითი კომპანია თუ იყოს ბრენდი. არ არის მარტივი რომ ბრენდი ააშენო, ყვებო და ისე განავითარო რომ ამდენი წლის განმავლობაში შეინარჩუნოს თუნდაც კონსისტენტურობა, თუნდაც ცნობადობა, თუნდაც იყოს ისე ლაუმარკ ბრენდი აუდიტორიას. რო გვეკითხებით, დღემდე არის ერთ-ერთი ლაუმარკ ბრენდი TBC, ხო? შეიძლება ცოტათი პარადოქსულად ჟღერდეს და მეც მომისმენი ამ მსგავსი კომენტარები, რომ რატო არის მაგალითად საქართველოში, რომ რამდენიმე მსხვილი ბრენდი არის კონკრეტულად ბანკი და ფინანსურ სექტორში მოასპარეზე, ასე ვთქვათ. რატომაც არა, პრინციპში, რა ვიცი, ჩვენც დავიჯერეთ, ასე ვთქვათ და ვჯერა, რომ შეგვიძლია რომ გავაკეთოთ ის, რასაც ვაკეთებთ, ხო? ესე ძალიან მარტივად რო ვთქვათ. ჯერ ერთი თვითონ TBC-ს როგორც ბრენდს აქვს ძალიან საინტერესო ისტორია და როგორც კომპანიას აქვს ძალიან საინტერესო ისტორია. ხალხი რასაც ყვება და ეგ ყველაფერი ძალიან დიდ თანხმედრაში მოდის TBC-ს განვითარებასთან. ძალიან ბევრჯერ ყოფილა 33 წლის განმავლობაში ისეთი ეპიზოდი კომპანიის არსებობაში, როცა რაღაც რო არ დაეჯერებინა კონკრეტულად იმ მომენტში მართულ გუნდს, შეიძლება და აბსოლუტურად სხვანაირად განვითარებული იყო კომპანიის ბედი. და ესე რო შევადაროთ, თავიდან როგორც დაიწყო და დღესადამდეც არის მოსული ეს კომპანია, ძალიან დიდი სხვაობა არის, ხო? და ეს თავიდანვე ჩვენ კიდე გამოგვჭა მე მგონი რომ გვეთქვა სანამ ამ პლატფორმას საჯაროდ დავლონჩავდით, პირველი განახლება გავაკეთეთ შიდა კომუნიკაციების ნაწილში, ანუ ჩვენ თანამშრომლებს როგორც ველაპარაკებით, პირველი მათ გავაბანდეთ, ასე ვთქვათ, ჩვენი ახალი პლატფორმა და საკომუნიკაციო მესიჯი. და ეგ იყო ერთგვარი ტესტი ჩვენთვისაც, რამდენად კარგად აღიქვა ეს ადამიანებმა, რომლებიც TBC-ს ქმნიან და მან დავრწმუნდით, რომ ძალიან სწორი რაღაც შევარჩიეთ იმისთვის, იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში, როცა კომპანიაში მუშაობ და ბრენდს მართავ, ძალიან გადამწყვეტი როლი აქვს იმას, რამდენად ორგანულად იღებ შენ თვითონ იმ სათქმელს და თუნდაც ამ შემთხვევაში პლატფორმის იმ ძირითად დებულებებს, რაც გვაქვს განსაზღვრული, შენ თავთან. იმიტომ რომ ძალიან რთული არის რომ რაღაც ისეთი მართო, რომელიც არაორგანული არის შენთვის. იგივე არის ეს ნებისმიერ სტეიკჰოლდერთან, რომელიც თქვა TBC-ს მართავს დღესაც. შესაბამისად, ცოტა გადაუხვია ალბათ კითხვას, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ავირჩიეთ თავიდანვე TBC-მა ირჩია, რომ ყოფილიყო ბრენდი და არ ყოფილიყო რიგითი ფინანსური ინსტიტუცია, რომელიც ძირითად საჭიროებებს ადამიანებს დაუკმაყოფილებს. შესაბამისად ვითარდება პროდუქტებიც, ყოველთვის არის up to date და ყოველთვის ცდილობს, რომ თანამედროვე ტენდენცია რაც არის, ყველაფერი პირველმა ჩაინტეგრიროს თავის პროდუქტებში და სერვისებში და ცხადია იგივე ვრცელდება ბრენდის განვითარების ნაწილშიც, იმიტომ რომ ვფიქრობთ, რომ ყველაზე საინტერესო განსაკუთრებით ამ სფეროში ის არის,
როგორ პოზიციონირდები, რა განსხვავებას პოულობ თუნდაც ბაზარზე, როგორი აღქმა გაქვს მომხმარებლის გონებაში, როგორ გიცნობს, რატომ უყვარხარ, რა პოტენციალი გაქვს რომ განვითარდე და ეს არის ის მთავარი ჩელენჯი და დრაივერი ფაქტობრივად, რომელიც მაგის ძალას გვაძლევს ჩვენც, რომ ბრენდად შევქმნათ ეს კომპანია და არ ვიყოთ უბრალოდ რაღაცა მორიგი ფინანსური ინსტიტუტი. ანუ დავამატებ. მაგრამ ეს რაღაცა ესეთი კონცეფციასავით გაჩნდა საქართველოში, ანუ დაკვეთითია რაღაცა თითქოს ბრენდი მოქალაქე, იმიტომ რომ ბრენდები რაღაცა ხშირად არის ხოლმე და საზოგადოებაც თხოვს ბრენდებს ხშირ შემთხვევაში სამოქალაქო პოზიციების დაფიქსირებას. ალბათ ეს არის რომ რაღაც ცალკეულ ინსტიტუციებისგან რომ არ არის თვითკამარი რაღაცა ტიპის პოზიციების დაფიქსირება და რაღაცა ისეთი მესიჯების და ისეთი რაღაც ტექსტების გავრცელება და ისეთი რაღაცები, ისეთი კომუნიკაცია ადამიანების მიმართ რაღაც ნაკლებობა რო აქვთ, ითხოვენ რაღაცა უფრო მსხვილი ინსტიტუციებისგან და არა ინდივიდუებისგან და ბრენდებმა რაღაცნაირად ამას აუღეს და გახდნენ ესე ვთქვათ მოქალაქე ბრენდები, რომელსაც ამა თუ იმ საკითხზე შეიძლება თავისი მოსაზრება ქონდეს. არა ეს არ ეხება მარტო რაღაცა პროცესებს, რომელიც ქვეყანაში ხარ, ნებისმიერ რაღაცაზე შეიძლება ბრენდს ქონდეს პოზიცია მაგალითად რაღაც გარკვეულ იმაზე რა ვქო უმცირესობებზე რაღაცა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს და ესეც რომ თქვა პირდაპირ არ მოეთხოვება ხო უბრალოდ მან თქვა რომ მე მაქვს რაღაცა ჩემი რესურსები და მე როგორც რაღაცა მოქალაქეს როგორც შეეფერება ისე ვიმოქმედებ ჩემი რესურსებიდან გამომდინარე ეს რესურსი არ არის აუცილებელი რომ მე მაინც და მაინც რაღაცა მოგებაში დავარიგო მოდი რაღაცას გავაკეთებ საქმეს რომელიც შეიძლება საზოგადოებას გამოიწვიოს ერთს დავამატებ კიდე მარიამ კაი რაღაცა ხსენა შიდა კომუნიკაციებზე მოვიფიქრეთ ერთი იგი თამაშივით რაღაცები მოვიფიქრეთ როცა აი ფაქტიურად ეხლა რა თქმა უნდა ამას ესე მკაცრად არავინ არ იცავს იმისა 10 მცნებასაც მაგრამ რაღაცა ეს რიტუალებივით არის რომ რაღაც აკრძალული სიტყვები გაჩნდა TBC-ის შიდა კულტურაში რომ შეხვედრა რო არის და მაგალითად ერთ-ერთი თანამშრომელი რაღაცა იდეით თუ გამოდის და ამბობს რომ ეხა ეს რაღაც გავაკეთოთ და ვიღაც თანამშრომელი თუ ეტყვის რომ არა ძმაო ეგ არ გამოვა ჯარიმდება ანუ არსებობს რაღაცა ის რომ მან ის დაჯარიმდება და რაღაც სიმბოლური აქტი უნდა გააკეთოს იმიტომ რომ მან თქვა სიტყვა რომელიც რაღაც დონეზე აკრძალული იყო და რაღაც ჩამონათვალი არსებობს მოკლედ ამ სიტყვების და ეს რაღაცა ცოტა სახალისო და თამაშის ელემენტები შიდა კომუნიკაციაში შევიდა რომ ნელ-ნელა ეს კულტურა იმისი რომ თავად შენ თუ გჯერა ყველაფერს გამოიყო რაღაცნაირად ნებისმიერ დონეზე ეს ნონ-სტოპი არის მე მგონი ეგ თამაში მე მგონი სულ მიმდინარეობს კი და თან განსაკუთრებით ეხლა ცხელი პერიოდი არის მაგის და ძალიან სახალისოც არის რაღაც კუთხით იმიტომ რომ ერთმანეთს ვახსენებთ ხოლმე ხა რა თქმა უნდა არის ხოლმე ეგეთი მომენტები რომ ან არ ვიცი რაღაც ძალიან ბევრი თასკი რო გაქვს და კიდე ახალი რო გემატება ხშირ შემთხვევაში ვიღაცა იტყვის რომ კაი ახლა ეგ არ გვინდა ან მე გავაკეთოთ თან რაღაც და ეს ჩვენი გეიმიფაიდ მიდგომებით რაღაცებს ერთმანეთს ვახსენებთ ხოლმე თუ რაღაც ზედმეტებს ვიტყვი რაღაც მანიშნება ხო ეს რა ქვია ერთი ეგეთი აკრძალული საერთო აი თქვა იმისი რომ ყველა ესე აკეთებს ანუ აი ყველა მე რა მოხდა ყველა ესე აკეთებს არ ნიშნავს რომ შენ ზუსტად იგივენაირად უნდა გააკეთო როგორც სხვები აკეთებენ და მოგეთ აი ეგეთი პატარ-პატარა ნიუანსებით და რაღაცა თამაშით იმედი გვაქვს რომ საბოლოო ჯამში ეს პლატფორმა ესე გაჯდება ყველა დონეზე და ყველა შეხების წერტილში რომელსაც ბრენდს წარმატებები მინდა გისურვოთ ამ მიმართულებით იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა ისტორია განსაკუთრებით და ამ პოდკასტის აზრიც ეგ არის რომ ზოგადად კამპანიების მიღმა კი ერთია რომ რაღაც კომუნიკაციას უყურებ ბრენდის მხრიდან მაგრამ მეორე არის ფექში რა მოხდა ჩემთვის პირადად ეგ ძალიან საინტერესო პროცესია ხოლმე, იმიტომ რომ ხანდახან როდესაც მომისმენიან თუნდაც არა ქართულენოვანი კამპანიების შესახებ გარჩევები, ძალიან საინტერესო ინსაიტები და დეტალები არის შიგნით, ვიდრე გარეთ ჩანს ხოლმე ეს ყველაფერი. აი კამპანიის ნაწილზე მინდა რომ რაღაც პატარა შეჯამებასავით გავაკეთო, ძალიან საინტერესო არის ზოგადად ერთია რომ კამპანია დაიწყო და მეორე არის როგორ იშლება მე ეს კომუნიკაცია და როგორ ხედავთ უკვე შემდეგ განვითარებას თქვენ მხრიდან საინტერესოა და მე სააგენტოს როგორ უყურებს პრინციპში ახლა ეს კამპანია როდესაც ვლაპარაკობთ მთავარი ეგჯეროდეს ის ლონჩი რითიც გავაკეთეთ არის გამხსნელი კამპანია რომელიც არის პირველი დიდი განაცხადი ბრენდის რომ პლატფორმა რო შეიცვალა რა არის ჩვენი ახალი საკომუნიკაციო მესიჯი თუმცა ეს არის პირველი გამხსნელი კამპანია ამას მოყვება მე ძალიან ბევრი გაშლა სხვადასხვა სეგმენტზე მომართული სხვადასხვა
მოვლენაზე მომართული, რომელიც ამ კამპანიას, უпростоრად ამ პლატფორმას კიდევ უფრო გააძლიერებს და კიდევ უფრო კარგად ჩაბეჭდავს, ასე ვთქვათ, ადამიანების გონებაში, იმიტომ რომ არ არის მარტივი ცხადი ახალი მესჯის გაშვება, დრო სჭირდება ყოველთვის დამკვიდრებას და ეხლაც იმ დღეს რაღაცას ვხუმრობდით ჩვენ თვითონაც, რომ რაღაც კვირაში თითო კამპანია გადის დაახლოებით ისეთ რეჟიმში მუშაობთ, მაგრამ განსაკუთრებით რაღაც ბოლო პერიოდიდან გამომდინარე, ალბათ ეხლა ყველაზე საინტერესო პერიოდი გვაქვს, იმიტომ რომ ყველა გუნდშიც და სააგენტოშიც ძალიან ანთებული არის, იმიტომ რომ როგორც იქნა, რადგან ამდენი ხანი მუშაობდით და აი რაღაც მომენტში რაც უკვე ძალიან დამთრკუნველი ხდებოდა, იმიტომ რომ მართლა რაღაც მომენტები იყო ხოლმე, რომ აი როგგონია, რომ არაფერს აზრი აღარ აქვს, იმიტომ რომ რასაც გააკეთებ, ვერაფერს ისე ვეღარ უშვებ, როგორც ჩაფიქრებული გქონდა და ძალიან დიდი გულისწყობა ახლავს ამას და ძალიან ბუნებრივი ადამიანური პროცესი არის, ეგ რაც ალბათ ყველამ გამოვიარეთ, აი კოკას ახლა სახეზეც აწერია ყველაფერი და ეხლა ძალიან სასიამოვნო ფაზაში მგონია რომ გადავედით, ძალიან დიდი შემართება აქვს გუნდის წევრებს, სააგენტოს გუნდის წევრებს, TBC-ის გუნდის წევრებს და ბევრი რაღაც აქვს დაგეგმილი, რაც გვგონია და გვჯერა, რომ იმ წერტილამდე მიგვიყვანს, საითაც მივდივართ და საითაც ავიღეთ გეზი, რომ მივიდეთ და ნახოთ, მე მგონი ავარია გჯეროთ. ჩვენ გვჯერა. კოკრამეს ხوار დაამატებ ამ მიმართულებით. ხო, ეს ის არის, რა ქვია, ჩვენ ვეძახით ხოლმე, რომ ეს არის საფოსტო ბარათისავით არის ხოლმე პირველი კამპანია, სადაც უბრალოდ აი ეს message ვამბობთ და რა თქმა უნდა ეს არ არის თვითკმარი, ეს რაღაცა არის ხოლმე ფილმის ტრეილერი, სადაც ვამბობთ, რომ აი ფილმს ეს ერქმევა და შიგნით ესეთი რაღაცები მოხდება. თუმცა ეხა უნდა დაიწყოს ამას ნამდვილად ვეღარ ვიტყვი. ვიცი რომ ისინი არ უნდა თქვა, დაიწყება ბევრი სხვადასხვა მიმართულებით ბევრი აქტივობა და ბევრი პროექტები, რომელიც იქნება ზუსტად გამსჭვალული ამ სულისკვეთებით და თვითონ ადამიანებისთვის კონკრეტული მაგალითების ჩვენებით თუ როგორ შეძლეს სხვადასხვა ადამიანებმა იმის მიღწევა, რაც ერთის მხრივ მიუღწევლად ჩანდა და ის რომ ერთი არის რომ რაღაცა მგითხრა, მაგრამ მე გჭირდება შენ ეგრეთ წოდებული reason to believe რომ მე ვნახო რომ აი ერთია შენ კი მითხარი, მაგრამ და თან თქმა იმისი რომ ახლა იმას სხვა სიტუაცია ქონდა და იმან ეს რა თქმა უნდა ჯერა რომ ყველა ადამიანის გზა და ცხოვრება არის ინდივიდუალური და ესე პირდაპირ ვერ ავიღებთ რომ აი ხა იმან თუ ესე და ესე გააკეთა შენ ზუსტად იგივენაირად გამოგივა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ცვლადით შედგება ჩვენი ცხოვრება და ყველას რაღაც ინდივიდუალური არის, მაგრამ გვინდა ვაჩვენოთ რომ მათ შემთხვევაშიც კარტები არ დაჯდა სწორად და ვარსკვლავების განლაგებაც არ იყო ისეთი კარგი და სასურველი, როგორც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამ ადამიანებს თუ ამ ინსტიტუციებს თუ ამ სხვადასხვა სფეროებში მყოფ სხვადასხვა პირებს ქონდათ აი ეს ფავარი, ქონდათ აი ეს თვითრწმენა და განცდა იმისი, რომ რასაც აკეთებდნენ სწორი იყო. და ამას რაღაცნაირად ბოლომდე უნდა გაყოლოდნენ. შეიძლება იყოს საქართველოშიც, საზღვარგარეთ იყოს, შეიძლება ჩვენი მოქალაქეც, შეიძლება იყოს რაღაც საერთაშორისო кейსიც, მაგრამ გვინდა რომ ადამიანებს ვანახოთ, რომ ეს არ არის უბრალოდ რაღაცა მოწოდება და ეს არ არის სადღეგრძელო და გვაქვს ძალიან ბევრი შემთხვევა, როცა ადამიანებმა ეს რეალურად შეძლეს და ამიტომ მგონია რომ ჩვენც და თქვენც ყველა შემოძლებთ იმის გაკეთებას, რაც ნამდვილად გვჯერა. დარწმუნებული ვარ, რომ რაღაცა ხშირად მოგვიწევს ხოლმე მოკლედ კამპანიაზე საუბარი, იმიტომ რომ ძალიან ვრცელი თემა არის და როგორც ახსენეთ, არ არის ეს რაღაცა ერთი დაწკაპუნებით არ ხდება ამ რაღაცა კომუნიკაციების სრულება. უფრო ზოგად ჭრილში მაქვს ორიოდე კითხვა დარჩენილი, რაც მინდა რომ დაგისვათ. ერთი არის ზოგადად ბიზნესის გადმოსახედიდან რა ხდება ინდუსტრიაში, ანუ მარკეტინგული მიმართულებით თქვენ როგორ შეაფასებთ ბაზარს და რა შესაძლებლობები არსებობს და თუ არის რამე ისეთი ნიუანსები, რაც სიტყვაზე შეიძლება სხვა ინდუსტრიაში არ იყოს და თქვენთან არსებობს რაღაცა კონკრეტული სპეციფიკის რაღაცა ხედვები, რომელიც ითვალისწინებს ინდუსტრიიდან გამომდინარე. და ანუ მეორე კითხვა მე გადავალ უკვე სააგენტოებში, გვეშველება რამეს კითხვა, როგორ უყურებთ ამ მიმართულებით, სად მივდივართ და ასე შემდეგ, ძალიან საინტერესო იქნება. ზოგადად საქართველოში სარეკლამო ინდუსტრია დღეს ნაშვება. აი ეგ იქნება მეორე კითხვა.
ჩვენს ბაზარზე ფინანსურ სექტორში რეალურად საკმაოდ დიდი კონკურენცია არის. წეღანაც ვახსენებდით პრინციპში, რომ საქართველოში ბევრი კომპანია არ არის, რომელიც ბრენდის განვითარებაში დებს ინვესტიციას. არიან ალბათ თითზე ჩამოსათვლელი კომპანიები, რომლებიც კონსისტენტურად მუშაობენ ბრენდის განვითარებაზე, აუცილებელი აქვს შესაბამისი რესურსები მაგ ყველაფრისთვის და ასე შემდეგ. ერთ-ერთი ინდუსტრია, რომელშიც საკმაოდ დიდი მოთამაშეები არიან და დიდი რესურსი იხარჯება ბრენდის კომუნიკაციაში და მარკეტინგში ზოგადად არის ჩვენი სექტორი, ფინანსური სექტორი და საკმაოდ დინამიურად ვითარდება. და ძალიან საინტერესო არის ესეთ კონკურენტულ გარემოში მუშაობა, იმიტომ რომ ყოველთვის არსებობს ხოლმე რაღაცა კონკრეტული ჩელენჯები, კონკრეტული გამოწვევები, უბრალოდ რომლების გადალახვაც გვიწევს ჩვენც კონკურენტებსაც. რა თქმა უნდა, ყოველთვის ბაზარს ვუყურებთ ძალიან აქტიურად, კომუნიკაციასაც ვაკვირდებით ძალიან აქტიურად და რა ვიცი, პრინციპში რა შეიძლება რომ კიდევ დამტევით. ჩემი აზრით, აი კონკურენცია ინდუსტრიაში მარკეტინგის მიმართულებით ალბათ ერთ-ერთი მთავარი ტრიგერია, რომ იყო სულ აქტიური და არასდროს არ ჩამორჩა არაფერს და იყო პირველი. ხა ძალიან ბევრი ინდუსტრია არსებობს, სადაც საერთოდ არ არსებობს ხავსი კონკურენცია და შესაბამისად არც არაფერი საჭიროება აღარ დგას ხოლმე, რომ რაღაცა ისეთი შეიქმნას, რომ რაღაც განსხვავებული გახდა იმ კონკრეტული ბრენდებისგან და აი კონკურენცია ალბათ ყველა ინდუსტრიაში საჭიროა ზოგადად თუ გვინდა რომ რაღაცა ჩვენი ბრენდები უფრო წინ წავიდნენ, ან ბრენდებზე რო საუბრობდით, ხშირად შემოხვედრია ხოლმე ეგეთი გამიგია ეგეთი ფრაზები, რომ აი ხანდახან იუსტიციის სახლში არეგისტრირებენ უკვე ბრენდებს, ანუ თვითონ რომ ესე ეძახიან, რომ აი უკვე რო ბრენდი არის მათი გადმოსახედიდან და სინამდვილეში როგორც მარიამ ახსნა, ძალიან დიდი გზა უნდა გაიარო მაგამდე, რომ ადამიანის გულში გახდე ბრენდი და არა დამფუძნებლის განმსახედიდან, რომელიც რაღაც მეორე დღეს მაგას მარტო საიდენტიფიკაციო კოდი იყო. ბრენდი არ არის საიდენტიფიკაციო კოდი. ხო, კოკა, რას ფიქრობ ზოგადად? ხო, იცი რა არის, მე ესე არ შევაფასებდი რომ რაღაცა მაინც და მაინც რაღაც საშველი. ანუ რეგიონალურად რო შევხედოთ, ხო, რაღაცნაირი პაუზა არსებობდა ამ ინდუსტრიაში პანდემიიდან გამომდინარე. ცოტასთან ცოტა ისეთ გარედან ის რა ქვია, დამკვირვებლის თვალით აიყო და ერთ-ერთი იდეა ჩვენ რომ დავიწყოთ ფიქრი რომ ხო არ გამოვიდეთ და ხო არ გავაკეთოთ სააგენტო, დავიწყოთ ფიქრი რომ რა შეიძლება ყოფილიყო ჩვენი კონკურენტული უპირატესობა სხვათან შედარებით და რაც ვიფიქრეთ იყო ის რომ რაღაცნაირად ჩვენ გქონდა კარგი გამოცდილება ბიზნესის მხარეს მუშაობის და კლიენტის თვალიდან რაღაცის ყურების და ბიზნესის ენა რაღაცნაირად კარგად გვესმოდა. იმიტომ რომ რაღაც პერიოდი ქართული სააგენტოები ძალიან წარმატებულები იყვნენ, ანუ იგივე საფესტივალო კუთხითაც, მაგრამ ეს იყო ხოლმე თუ გავიხსენებთ, ძირითადად იყო ხოლმე კამპანიები და პროდუქტები, რომელსაც არ ჰქონდა ხოლმე რაღაც ბიზნესური საწყისი, ანუ იყო რაღაცა კარგი კამპანია, შეიძლება ყოფილიყო სოციალური თემა, შეიძლება ყოფილიყო რაღაც ესეთი ვაირალ კამპანია, მაგრამ ეს შეიძლებოდა არ გადაქცეულიყო მაგალითად ბიზნესისთვის რაღაც წარმატებულ кейსად და შეიძლება იმ პროდუქტს საერთოდ გაყიდვები საერთოდ არ გაზრდოდა რისი კამპანიაც იყო, მაგრამ კამპანია და кейსი იყო გადასარევი ძალიან კარგი და ძალიან საინტერესო. ფესტივალები მოიგო. თუმცა რასაც დავაკვირდით ბოლო პერიოდი არის ფესტივალებზე შეიცვალა ეს მიდგომა თვითონ ჟიურის მხრიდან და იქაც სულ არის ხოლმე რომ ეს იმიტომ რომ ნახეს რომ ეს მაინც ეს არ არის რაღაცა კინოფესტივალი რა ეს არის ფესტივალი ეს სარეკლამო ფესტივალი რომელიც უფრო კომერციას უნდა ემსახურებოდეს რა თქმა უნდა იქ ხალხი კატეგორია შეიძლება იყოს რაღაცა ამისთვის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობისთვის მაგრამ ძალიან კარგად ფასდება თუ ბიზნესურად არის ეს კამპანია გამართლებული, რომ ამან თუ მოიტანა რაღაც დათვლადი შედეგი, ანუ თუ გაზარდა გაყიდვები, თუ მოახდინა რაღაცის ცვლილება მომხმარებლის ცნობიერებაში, საზოგადოება დააფიქრა ამაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ მგონია რომ ერთი არის რომ ესე უნდა დავიწყოთ ბევრი რაღაცის შეხედვა, იმიტომ ჩვენთან იყო ხოლმე ჩვენ თვითონაც ამის ტყვეები ვიყავით, რომ აი ვამბობდით ხოლმე რომ ბრენდული კამპანია თუ არის ის მოდი რაღაცა კარგად გავაკეთოთ და პროდუქტული კამპანია
კამპანია თუ არის, პროდუქტულ კამპანიას ცოტა ისე უყურებდით ხოლმე. ზერელეთ, რომ რაღაცა გაყიდვების მასტიმულირებელი კამპანია არის და შეიძლება ესე გულახდილოთ თქვა. ამათ სეილები უნდა გაგვედო ამ ხელა რესურსი იმაში და აი თვითონ კლიენტებიც რო ვიყავით, როცა სეილს კამპანია იყო, იქ არ ვითხოვდით რაღაცა სუპერ კრეატივს, რა ვითხოვდით რომ რაღაცა მოდი რა, ამ რაღაცა ლიდები მოიტანოს ან რაღაცა ესეთი ის და ეს მიდგომა შეიცვალა და მგონია რომ ერთი არის ეს. რომ ყველა კამპანიას სჭირდება რაღაცნაირად უფრო მეტი ბიზნესური ბაზისი და ყველა კამპანიას სჭირდება მერე დათვლადი ჩვენება იმისი რომ ამან რა გამოიწვია და ეს კამპანია არ იყოს კამპანიისთვის, ანუ ეს არ იყოს იმიტომ რომ ხანდახან არის ხოლმე ჩვენ რაღაცას და შიგნით ინდუსტრიაში მოგწონს და ერთმანეთს ტარს უკრავთ, მაგრამ ჩვენი ინდუსტრიის გარეთ ადამიანებს საერთოდ არ აქვს შეხება და არ ზეგავლენას არ ახდენს, ხშირად ყოფილა. და მეორე რაც არის რაზეც სულ იმაშვები ხოლმე, რასაც სულ ვითხოვ და მინდა არის მეტი სითამამე და მეტი გამბედაობა და მეტი გარისკვა და მესმის ეხლა თან განსაკუთრებით კლიენტის მხარეს რომ მაქრამ შევარ ეხლა ჩემთვის სააგენტოსთვის ძალიან მარტივია, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში რაღაცა რომ გავრისკოთ და გავუშვა, იქ არავინ არ იტყვის რომ აი play make ვიღაცა იტყვის ისე ბაბში, მაგრამ ადამიანების უმეტესობა იტყვის რომ და TBC რამ გააგიჟა ეს რო გააკეთა, ან ვიღაცამ რამ გააგიჟა ეს რო გააკეთა, მაგრამ მაგის გარეშე ვერ წავალთ წინ. ანუ შეუძლებელია რომ ჩვენ რაღაცა იგივე საფესტივალო, მაგრამ არასაფესტივალოსაც თავი და აი რაღაცა დიდი და მასშტაბურის გაკეთება თუ გვინდა, უნდა წავიდეთ გამიზნულად მაგ რისკზე, უნდა ვთქვათ რომ მოდი მე ამას გავაკეთებ, დაე ვიღაცა ტიპებმა და ეს ვიღაცა ტიპები შეიძლება არ იყოს ძალიან პატარა რაოდენობა, შეიძლება იყოს საკმაოდ დიდი რაოდენობა, მაგრამ უნდა ვთქვათ რომ დაუშვათ რომ ვიღაცები გამოაწყო, ვიღაცები დამწყევლიან, ვიღაცები მაგინებენ და ეგ ნორმალურია, იმიტომ რომ თუ გავიხსენებთ რაღაცა ბოლო პერიოდის დიდი ბრენდების, დიდ კამპანიებს, იქ ვნახავთ, რომ ესენი ყოველ უმეტეს შემთხვევაში იყო ხოლმე კონტროვერსიული. აი იგივე რაღაც Nike-ის Dream Crazy, სადაც ვიღაც ტიპებმა Nike-ის ლოგოები ამოჭრეს ბოტასებიდან და დაწვეს და რაღაც სიგიჟეები აკეთეს. ანუ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაღაც. ამას ეხლა რასაც შენ შეხი კონკურენცია აქაც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ესეთ რაღაცებს ხანდახან ბედავენ ხოლმე ბრენდები, რომლებსაც რაღაცა დიდი ლეგასი უკან არ მოყვებათ და არიან ეგრეთ წოდებული ჩელენჯერი ბრენდები, რომლებიც შემოდიან ბაზარზე, სადაც რაღაცა რამოდენიმე მსხვილი მოთამაშე თამაშობს და იმისთვის, რომ იქ შენ რაღაცა უცებ გამოჩნდე, გჭირდება ხოლმე რაღაცნაირად ცოტა რისკიანი ნაბიჯი და ცოტა მეტის გაბედვა და ნიშნულოვანია რომ ესეთი ბრენდები გაჩნდნენ. მაგრამ მე აი ეს თითქოს რაღაცა ჩახვეულისავით არის. მე ესეთი ბრენდები ჩნდებიან, მე ამ ბრენდებს შეიძლება არ კონდეთ ფინანსური რესურსი იმისი, რომ ეს დაკვეთა რეალურად განხორციელდეს, რეალურად იქცეს, ან რეალურად თუ იქცევა. ეხლა ჩვენთვის ძალიან დიდი კომფორტია, ეხლა მარიამ რაც სამოთა TBC და დიდი კლიენტები, იმიტომ რომ ვიცით რაღაცას რომ მოვიფიქრებთ, ამას ესენი ისე გაშლიან და იმდენი არხით და იმდენ რესურს ჩაასხავე კიდე ჩვენს გარდა თავისას, რომ ეს თავისთავად შედგება, მაგრამ ვისაც პატარა რესურსი აქვს, შეიძლება რაღაცა ერთი პატარა კამპანია დარჩეს. ამიტომ კონკურენცია ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია რომ გაჩნდნენ ახალი ბრენდები, რომლებიც ამ რაღაცა ჩელენჯერ სტრატეგიას ირჩევენ და უნდათ უცებ გამოჩენა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია რომ ამ ბრენდებსაც კონდეთ გარკვეული ტიპის რესურსები. მოკლედ, სამ თავარ რაღაცას გამოყოფთ. კონკურენცია, მეტი ბრენდებს შორის მეტი სითამამე და მეტი რისკის აღება ბრენდების მხრიდან და სააგენტოების მხრიდან უფრო მეტი ბიზნესური ცოდნა და გააზრება იმ პროდუქტების, რომლისთვისაც კამპანიებს აკეთებენ. კი, და დავამატებდი, ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია დობის ამბავი. ახლა თქვენ ისეთი ურთიერთობა გაქვთ ჩვენს პოდკასტშიც იგრძნობა, რომ ძალიან დიდი ხანი ერთმანეთთან გაქვთ თანამშრომლობის გამოცდილება, მაგრამ აი ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად, როდესაც შეიძლება არის რომ აი ბრენდი ახალ სააგენტოსთან მიდის და ძალიან რთულია ხოლმე რომ ენდოს და გაყვეს აი ეგეთ ცოტა სხვანაირ კომუნიკაციაზე და
ხშირად არის ხოლმე ეს, რომ აი მოდი რა ეხლა რაც ნაცადია იმით წავიდეთ, ძირთადად ნუ ბრენდის მხარე აირჩევს ხოლმე და ალბათ ეგ დროთა განმავლობაში მე სააგენტოსთან ურთიერთობით ეგ ნდობაც ჩდება, რაც შეიძლება რომ იყოს ეგ, რომ აი მოდი ოკეი გავყვები ამას იმ რაღაცა გიჟურიდიაზე და ხო, გავრისყავ. შეიძლება რაღაც დოზირება იყოს რა, ეხლა რაღაცა გონია რომ აი ბრენდმაც ესე უნდა იმუშაოს, რომ უნდა თქვას, რომ მოდი მე პირობითად რაღაც ჩემი კომუნიკაციების 90 ან 80% მექნება ჩვეულებრივი business as usual, მაგრამ რაღაცებს გამოვაგდებ ხოლმე. იდეაში ჩვენ ეგ კომფორტი გვაქვს, რომ ჩვენ ვისაც ვერ მუშაობთ, ვისთანაც გვაქვს, ყველასთან გვაქვს ეგ ნდობა და ეგ კომფორტი, რომ სულ არის ხოლმე ესეთ რაღაცები, რომელიც შეიცავს გარკვეული ტიპის რისკს, იმიტომ რომ მაგის გარეშე ეს არის შეუძლებელია წარმოუდგენელია და ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ და ბევრ რაღაცაში მოვყვებენ. ახლა მაგალითად ხო, ეხლა მე რო უყურებ, ხო, თითქოს რაღაც кейსი რო წარმატებულია, მე რთული შესაძლებელი, თორე იგივე ეხლა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულის რაც იყო ჩვენი რაღაცა 8 მარტის ყოჩი ვარდების ვიდეო, აი თავიდან აი ნონსენსი იყო, ხო, აი რაღაცა თავის მუსიკით და იმით აი რატო უნდა, მაგრამ ნუ სრული ნდობა იყო, საერთოდ სხვა ბრიფი იყო. საერთოდ სხვა ბრიფი იყო, აი აბსოლუტურად სხვა ბრიფი იყო იმაზე, რომ უნდა გვესაუბრა ისევ რაღაცა წარმატებულ ძლიერ ქალებზე, მათ როლზე, და აი აბსოლუტურად სპონტანურად უცებ გაჩნდა ეს იდეა, გაჩნდა იმიტომ, რომ მაგიდაზე ჩვენი თანამშრომლის შვილმა იმ დღეს მოვიდა და დედამის ყოჩივარდები მოუტანა, ეს ყოჩივარდები იდო მაგიდაზე, სადაც ფიქრობთ თქოს და უცებ სპონტანურად გაჩნდა იდეა, რომ აუ, საერთოდ ეხლა აი ხო არ ვილაპარაკოთ გზაზე ეს ყოჩივარდები როგორ მოვიდნენ ჩვენამდე და ეგრევე როგორც კი ეს მარტო იდეის ჩანასახი გაჩნდა ყველაფრის გარეშე, ეგრევე მივწერეთ ან დაურეკეთ TBC-ს და უთხარით, რომ ესეთი იდეა გაგვიჩნდა და მოდი იმას ხო არ გავეშვათ და ამაზე ხო არ დავიწყოთ ფიქრი და იქიდან ეგრევე იყო, რომ ხო, მოდი დავიწყოთ ფიქრი და საბოლოო ჯამში მივიღეთ ის რაც მივიღეთ, რომელიც რა ვიცი, სადაც გავიტანეთ ყველა ფესტივალზე რაღაც ჯილდოს გარეშე არ წამოსვლა. ეგეთი კლიკ მომენტები არის ხოლმე, ალბათ კიდე ყველაზე სასიამოვნო ახალ წელსაც დაახლოებით მსგავსი кейსი მქონდა ახლა ბოლო ახალ წელს. არ გამოგვივიდა. არა, ეგ კიდე მე იმაზე ვამბობ, ანუ რეალურად საერთოდ სხვა რაღაც ვაკეთებდით. მე დამტკიცებული მქონდა ყველაფერი, უკვე PPM-ის გავლილი მქონდა, გადავედით უკვე მამის დავიწყეთ გადაღება და მივხვდით, რომ აზრი არ ქონდა იმ მომენტში მე ყველაფრის გაშვებას და მე უცბად იყო ზარი Playmakers-ისგან და იდეა საქართველოს უსურვებლად გავაკეთეთ კამპანია მაგის, რომელიც ყველანაირი პრეზენტაციის და ყველაფრის გარეშე უბრალოდ საუბრით ერთმანეთს გაგვიზიარეს ჩვენ და ჩვენ საუბარში რომ შევედით და რომ შეძლოვდით, მივხვდით, რომ ზუსტად ის იყო, რის ეკეთებაც ყველაზე მეტად გვინდოდა და რაც დროსთან მიმართებითაც რელევანტური იყო, ბრენდთანაც რელევანტური იყო. ჩვენი შიდა სენტიმენტებს ძალიან კარგად ეხმიანებოდა და გვჯეროდა, რომ კარგი გამოხმაურებაც ექნებოდა და რაღაც რეკორდულად მცირე დროში გამოვიდა, რომ გავაკეთეთ თავისი ცოტა არ იყოს რთული დეველოპმენტით თვითონ mobile bank-შიც და ასე შემდეგ და ეგეც იყო ერთ-ერთი მთავარი ეგჯეროდეს ის кейსი, იმიტომ რომ აი მსგავსი кейსები ძალიან იშვიათად ხდება ხოლმე, რომ რაღაც აი ორ კვირაში გაქვს რაღაც გასაშვები, რომელსაც ძალიან ბევრი რაღაც სჭირდება და ძალიან ბევრი დეპარტამენტის ჩართულობა სჭირდება, მაგრამ რაღაც ყველა აენთო მაგ მომენტში და ყველა ძალიან დიდი ჩართულობით შემოვიდა, ასე ვთქვათ და ბოლოს გამოგვივიდა ეგ კამპანიაც. მინდა აღნიშნო ზოგადად აი ხა ეს ბოლო მომენტი რადგან საუბრობდით, ხშირად მithkoms ხოლმე, რომ ეს ამას ვეძახი ნაპერწკალს რა, ანუ ეხა თუნდაც თქვენს მონათხრობშიც ჩანდა ის ნაპერწკალი თვალებში, როგორ გიყვართ ის საქმე, რასაც აკეთებთ. ზოგადად ინდუსტრიაში ძალიან მნიშვნელოვანია ეგ ნაპერწკალი თუ არ გაქვს, ამ სფეროში ვერაფერს ვერ იზავ. რა, აი ალბათ ვინც ირჩევს ზოგადად ამ მიმართულებას, მარკეტინგის მიმართულებას, თავს უნდა დაუმუღამოს, რომ ეგ ნაპერწკალი და ეგ პროცესით წვა თუ როგორ შეიძლება თქვა, რითაც ვიღებთ სიამოვნებას და ძალიან ბევრი პერიოდი ყოფილა ალბათ ბევრ სააგენტოს ქონია ეგეთი ის, რომ შეიძლება ფინანსურად საერთოდ არ ყოფილა პროექტი საინტერესო, მაგრამ იმდენად გვინდა რომ გამოვიდეს და რაღაცა პროექტი შედგეს, რომ რაღაცა ეგ ნაპერწკალია, რაც გამოძრავებს ხოლმე ამ ინდუსტრიაში. რო შევაჯამო ვიტყვი, რომ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ესეთი საინტერესო საუბარი გამოგვივიდა, ძალიან ბევრ დეტალს შევეხეთ ბევრ კამპანიას, განსაკუთრებით ბოლოსაც შევეხეთ, ძალიან მიყვარს ეგ კამპანია და
ბევრ ფესტივალზეც მინახავს დაჯილდოების პროცესში. პირველ რიგში მადლობა ბილიკი და იმედი მაქვს, რომ ხშირად შევხვდებით ხოლმე, იმიტომ რომ წინ ძალიან ბევრი გეგმა გაქვთ და მე მჯერა და თავარია თქვენც გჭირდებდეთ მოკლედ. დიდი მადლობა, გაიყო ფილოს პოდკასტში. კი, ხშირად შევიკრიბათ ხოლმე. ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა და ძალიან მაყოფილი ვარ მოკლედ მადლობა ჩემს სტუმრებს ამისთვის და იმედი მაქვს კიდევ ძალიან ბევრჯერ მოგვიწევს შეხვედრა, იმიტომ რომ ზოგადად სამ ინდუსტრიაში ვართ და არაერთ კამპანიაზე ვისაუბრებთ. იმედია თქვენთვისაც საინტერესო იყო ეს ჩვენი პოდკასტის ეპიზოდი. დაგველოდეთ ყოველ კვირა ახალ კამპანიებზე მოგიტანთ ხოლმე ისტორიებს და მოვისმენთ სფეროს ექსპერტებისგან სხვადასხვა ინსაიტებს. აბა, დროებით.